ეთერით და მიმართა იუსტიციის მინისტრს ბატონ ზურაბ ადეიშვილს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იქნებ გადამირჩინოს ერთადერთი შვილი 2009 წელს განსახმკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოქროპირიძე და მისი ოჯახი პრეზიდენტისგან სააღდგომოდ შეწყალებას ელის. მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოში დაახლოებით 1 წლის წინ გაიგზავნა და უკვე კომუნიკაციის პროცესიც დაიწყო. დაკავებულის დედა ცირა გოდერძიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ საპყრობილეში მყოფი მისი შვილი წამების მსხვერპლი გახდა. ექთნის მიერ მას სამ ადგილას აგემატომები დახეთქილი აქვს ვენები. იყო გინება შეურაცხყოფა მის მიმართ სტრასბურგმა დაგარეკინოს სტრასბურგმა მოგხედოს 22-ში გიორგი გაყავთ საინექციოში, სადაც რეჟიმის უფროსი, ბულბულაშვილი, სოციალური უფროსი, თოლორდავა, ავსაჯანიშვილი ახდენენ მასზე ფიზიკურ ზემოქმედებას, აწამებენ, ურტყავენ ხელს კეფის არეში, დაზიანებული აქვს ფეხი, თავის არი აქვს დაზიანებული ბლაგვის საგნით. დაზიანება აქვს მიყენებული, ურტყავდნენ დაზიანებულ ფილდზე, ნაოპერაციებ ფილდზე, რის შემდეგაც მას 1 საათნახევრის განმავლობაში სისხლის დენა ჰქონდა. გიორგი ოქროპირიძე 2009 წელს სპეცოპერაციის შედეგად დაიყვანეს. დედამისი იხსენებს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მიშვილს ოპერაცია ღუდუშაურის საავადმყოფოში დაგვიანებით ჩაუტარდა. სისხლის გადასხმის შედეგად კი ოქროპირიძე C ჰეპატიტით დაავადდა. საქმის ძიება კი მოგვიანებით მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს მიმართვის შემდეგ დაიწყო. ცირა გოდერძიშვილის საქმეში არსებულ გაყალბებულ მტკიცებულებებზე ექსპერტიზის დასკვნასა და მოწმეთა მიერ რამდენიმეჯერ შეცვლილ ჩვენებებზე საუბრობს. პატიმარი სასჯელს გამკაცრებულ პირობებში რუსთავის მე-6 დახურულ დაწესებულებაში იხდის. არ აქვს ტელევიზორი, არ აქვს მას ღია გარეთ გასვლის საშუალება ხანგრძლივი დროით, რაც მას ესაჭიროება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. უჭირს სუნთქვა, აქ ტკივილები ფილტვის არეში. გიორგი ოქროპირიძის საქმე სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში რამდენიმე გვერდი დაეთმო. გიორგი ტუღუში შემთხვევას განსაკუთრებით მძიმეს უწოდებს. ომბუდსმენი განმარტავს, რომ პატიმარს ფიზიკური ძალადობის ნიშნები აქვს, თუმცა წამების დადასტურება მისი კომპეტენცია არ არის. გიორგი ტუღუში მომხდარის გამოძიებას შესაბამისი უწყებების განელის. იყო არაერთი ფაქტი, როდესაც სხვადასხვა სახის არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ეს წამება იყო ეს ფაქტი კონკრეტულად თუ რაიმე სახის თქვა სხვა კანონდარღვა, შეიძლება ყოფილიყო ცემა, შეიძლება ყოფილიყო არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები, თუმცა სახალხო დამცველი ესეთ შეფასებას უშუალოდ თუ რა კატეგორიის იყო მოპყრობა ვერ მისცემს. სახალხო დამცველის აპარატის პარალელურად ცირა გოდერძიშვილმა დახმარება თინა ხიდაშელს სთხოვა. წამების საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა საქმის დეტალები საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე გადაუგზავნა. ამ საქმის განხილვას კი 1 მაისს ჟენევაში დაგეგმილ წამების საერთაშორისო ორგანიზაციის სხდომაზე აპირებს. არ ვიცი რამდენად აქვს ჩვენს ხელისუფლებას ადეკვატურობა შენარჩუნებული, მაგრამ ოდნავ მაინც თუ აქვს, მაშინ რა თქმა უნდა ისინი უნდა შეწუხდნენ, თუ კი გიორგის საქმე მოხდება სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშებში და ამის გამო საქართველოს ხელისუფლებას კითხვებს დაუსვამენ და პრობლემებს შეუქმნიან, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების საწინააღმდეგო კომიტეტში, ასევე ევროსაბჭოში, ამერიკის შეერთებული შტატების ადამიანის უფლებათა ანგარიში. საპყრობილეებში იმ პატიმართა წამება, რომელთა საქმეც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრდება, უფლებადამცველებისთვის უცხო არ არის. მათი თქმით, პატიმრებს სტრასბურგის სასამართლოდან საჩივრის გამოტანას სხვადასხვა გზით ხშირად აიძულებენ. სტრასბურგის სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ ეყრდნობა მტკიცებულებებს. იმ შემთხვევაში თუ არსებობს სერიოზული მტკიცებულება, რომ საქმეში იყო სერიოზული დარღვევები, რა თქმა უნდა, მას გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ხელისუფლება და იგივე ციხის ადმინისტრაცია იმ შემთხვევაში ახდენს ზეწოლას პატიმარზე, როდესაც პატიმარს სერიოზული მტკიცებულებები და სერიოზული დოკუმენტები აქვს და მის საქმე არის სერიოზულად განხილული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან. სამწუხაროდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომ პატიმრებს, მსჯავრდებულებს, რომლებსაც სტრასბურგში აქვს გასაჩივრებული თავიანთი საქმეები, იმისათვის, რომ აიძულონ სტრასბურგიდან გამოტანა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან საჩივრის გამოტანა, ეპყრობიან არაადამიანურად ღირსების შემლახველად და ხშირად ადგილი აქვს ასევე წამებასაც. გიორგი ოქროპირიძეს სასამართლომ 13 წელი მიუსაჯა. მსჯავრდებულმა კი განაჩენი სტრასბურგის სასამართლოში 5 მუხლით გაასაჩივრა. პარალელურად ცირა გოდერძიშვილმა დახმარება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც სთხოვა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არსებული საქმის შესწავლისა და სათანადო რეაგირების პირობას დებენ.